4 სეზონის განმავლობაში თქვენ უკვე ნახეთ 48 ულამაზესი გმირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილმა ვარსკვლავებმა გააცოცხლეს. კარგად მოკალათით, რადგან ამ წუთიდან ყველაზე აზარტული მეგა შოუს მეხუთე სეზონი იღებს სტარტს. მაშასე, თქვენს წინაშე არიან ეს ნიღბიანი შედევრები მზად არიან გაგაუცონ, რადგან ჩვენ თქვენ ყველას უკვე ძალიან გვაინტერესებს თუ ვინ არის. ნიღბებს მიღმა, ამას ჩვენ თქვენთან ერთად 8 ეპიზოდის განმავლობაში გავიგებთ. ხოლო რაც მთავარია, 2025 წელს დააგვირგვინებს ვინ არის მეხუთე სეზონის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი.
დღეს კი ჩემო ძვირფასებო, პირველი ეპიზოდია და მე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ვინ არის მთავარი წესები, რომელიცაც ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ შესასრულებლად ცოტა რთული არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. მაშა ასე, დღეს პირველ ეპიზოდში ჩვენ გვყავს 5 ახალი მონაწილე. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს თავის 3 ფავორიტ გმირს, ხოლო დარჩენილ ორ აუთსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნა ნიღაბი და დადგა დრო ჩვენი დეტექტივების შემადგენლობა დავაკომპლექტოთ და სცენაზე ერთად მოვიწვიოთ ფანტასტიკური ტრიო! მაშასე ვინ არის მახვილი იყური და რენტგენის თვალი ანრი ჩახაძე! ჩემო სიცოცხლე. აი ესეთი გახსნა უნდა ზუსტად. ვინ არის ერთგზის გამარჯვებული და ბევრგზის დეტექტივი მანიკა ასათიანი. ჩვენი დეტექტივი. მაკა როგორ ხარ? მოდი გაკეთე. ფანტასტიკურად. შენთან ერთად ყოველთვის წარმატებული სეზონი ჩვენ და ყველას. დეტექტივი ბეიკერ სტრიტიდან მეგა შოუს შერლოკ ჰოლმსი ოთარ ტადიშვილი ოთარ როგორ მომენატრე მეც ასესაც უნდა გამოიცნო ყველა რა თქმა უნდა აბა ვნახოთ მიხარია თქვენი ნახვა გიმოსავთ მეხუთე სეზონს ადგილი თუ შეიძლება ესეც ასე დეტექტივების შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია და მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და მონატრებულებო ძალიან მიხარია ძალიან რომ ისევ ერთად გხედავთ და შეგახსენებთ რომ ეს სეზონი იქნება 8 ეპიზოდიანი რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ უფრო ცოტა დრო გექნებათ მონაწილეების ამოსაცნობად ახლა კი მითხარით როგორია მეხუთე სეზონის წინ თქვენი ემოციები და თქვენი მოლოდინი აბა ვინ დაიწყებთ მაკა შენ არჩიე ვინ დავიწყოთ არჩიე მაკა ვინ დაიწყოს აი მანიკა ფანტასტიკურად გამოიყურები და მოდი შენგან დავიწყე დიდი მადლობა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ჩვენს დამსწრე აუდიტორიას რომელთაც უდიდესი როლი აქვს ამ პროექტში დარწმუნებული ვარ რომ წლევანდელი სეზონიც იქნება გამორჩეული იმიტომ რომ ბოლო სეზონს იმდენად დიდი გამოხმაურება მოხდა და სიყვარული მაყურებლის მხრიდან ინტერესი ხო საოცრება იყო ნამდვილად და დარწმუნებულები ვართ რომ ამ სეზონშიც რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ როგორც მონაწილეების მხრიდან ასევე კოსტიუმები ყველაფერი მაინტერესებს მზად ვარ რომ ვისიამოვნო პროექტით და ბუნებრივია ჩემი როლით შევასრულო ძალიან მიხარია ანრი ბედნიერება ასე სწრაფად ასე მყისვე შემოდის მეხუთე სეზონი უკვე სუპერ გრანდიოზული მეგა პროექტის ვინ არის და მე ვარ ყველაზე ბედნიერი დეტექტივი იმიტომ რომ თითქმის ყველას იცნობ თითქმის მოდი წესს მაგას არ აქვს მნიშვნელობა დაწყების დღიდან ამ პროექტისა ზივარ ამ ამაგრებს დეტექტივების ვამაგრებ და ნუ წლიდან წლამდე დავხვეწე ნამდვილად გამოცნობის მექანიზმი და თავარი ის არის რომ ამ სრულიად არაჩვეულებრივ პროექტს რომელიც აბედნიერებს ადამიანებს აქვს ამხელა რეზონანსი და ეს არის ჩვენი მშობლიური იმედის დამსახურება, იმიტომ რომ იმედი ქმნის ყველაზე მაგარ კონტენტს სატელევიზიო სივრცეში, მას უყურებენ, მასზე ლაპარაკობენ, მისდევენ, მაგრამ ვერ ეწევიან. მომავალ შეხვედრამდე. გადიბრუნდები აუცილებლად. ჩემო ოთარ. ჩემო ტკბილო ლუკმა, აბა რას გვეტყვი? მოკლედ. შენ მეგა შოუ შერლოკ ჰოლმსი შეგაქვით ოთარ. კი. მოკლედ, მე წავდგები ფეხზე, მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ კვლავ მხვდა წილად პატივი, რომ ვიყო თქვენთან ერთად, ვიყო ერთ-ერთი დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ნამეტანი მოგივიდა, ალბათ უფრო დოქტორ ვოტსონი. ალბათ. შერლოკ ჰოლმსი უფრო ანრია. და მე ვინ ვარ? შენ მისის ჰატსონი გამოვიდა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს მაყურებელს დარბაზში, იმიტომ რომ აანრიმ რაც თქვა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ ეწევა იმედს და ვერც დაეწევა, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის და რაც თავარია ჩვენი მაყურებლის დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე დახვეწილი და ყველაზე ერთგული მაყურებელი. გილოცავთ, მე არ ვიცი რას გამოვიცნობ, რას ვერ გამოვიცნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ და დავიწყოთ მეხუთე სეზონი. დავიწყოთ! ძალიან კარგი, მე კი ტრადიციულად ახლა უნდა წარვადგინო ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიები. მაშა ასე, კომპანია ორბი ჯგუფი გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. აი ასე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა, რომელიც მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებების ბრენდია ისრაელიდან. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისათვის და მამაკაცებისთვის. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. ჩვენს ამაღლებულ განწყობაზე ზრუნავს როგორც ყოველთვის კოკა-კოლა. დეტექტივებო, გამოიყენეთ ეს დრო, რადგან შესვენებას ისე არაფერი არ უხდება როგორც კოკა-კოლა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შესასურველ ლოკაციაზე. მადლობა. ახლა კი დროა ერთად გავიცნოთ ჩვენი მეგა შოუს პირველი ხუთეული, რომლებიც დღეს უნდა წარსდგნენ თქვენს წინაშე ძვირფასო მაყურებლებო. მაშა ასე, არაჩვეულებრივი და შესანიშნავი ხუთეული ეკრანზე. ძვირფასო მაყურებლებო, პირველი ხუთეული თქვენთვის უკვე ცნობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინ არის მეხუთე სეზონი გახსნილია. მე კი ისღა დამრჩენია და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ძირითად ნაწილზე გადავიდე და პირველი მონაწილე მოვიხმო სცენაზე. მაშ ასე, თავი აქვს თხარის, ტანი აქვს კაცის, მაგრამ ხმა ვისი აქვს. ამას ახლა გავიგებთ, მაშ ასე, მინოდავრის სცენაზე. მინოტავრი. ოპა! ძლიერი თოჯინა. სალამი ხარის თავიდან, ხელს ჩამოგართმევთ კაცის ტანიდან. ტიმპიტაური მინოტავრი, ტიმპიტაური მინოტავრი. გამხიარული მინოტავრია. სად დაიმალა, სად წავიდა? ამასობაში გინაღამ შემივე ლაბირინთში დავიკარგე. ჩემი მეგობრები იქ არასდროს შემოდიან, რომ გამომიყვანონ. არადა ხომ გაგიგიათ, მეგობრობა გზად და ხიდადო. ხოდა ზუსტი გზა რომ ვერ გავიხსენე, სულ ზიგზაგებით გამოვდრიბლიორდი და მაინც გამოვახციე. საიდან ვიცი ეს სიტყვები არ მკითხოთ, ბურთაობაც სუდად არ გამომდიოდა. მაგრამ ჰერაკლიონში არ დავბოდებულ ვარ და არც გრძელი თმები მქონია. სადაც დავიბადე, ველურად გავიზარდე. სიუქვაზე ჩამოჯდომა? რა პრობლემა? გადატყავებული მუხლი? გენაცვალოთ ჩემი თავი. არაკლამთლა ტარზანი არ ყოფილვარ, მაგრამ მულტფილმს ჩემზეც გადაიღებდა კაცი. ანუ ცელქი ბავშვი იყო.
ისეთი პერსონაჟი ვარ, პირველობა რომ უყვარს. ეგ ნამდვილად შემეფერება. ისე კი მეორე ვარ. თან გარშემო შრომის მოყვარეები მყავს. მეორე ვარო რას მეორე ნიშნავს? შვილი ხო არ არის? შუა მეცე გვიფიქრე. ზარმაცი ვარ თქო ვერ დავიჩემებ. ბოლო ჩემი ლაბირინთი სულ ჩემი მოპირკეთებულია. ხოდაი, სიმღერა შემიძლია თუ არა, მაგას სცენაზე განახებთ. კარგი ეს სპორტსმენს უნდა გავდეს არა? არ არის სპორტსმენი. საშუალო სიმაღლის მამაკაცია. ჯერჯერობით. თოჯინა რაღაცნაირი გამორჩეულია, არც ერთ სეზონზე არ მყოლია მსგავსი. ან გოგოები არიან მაღალი. არა, კარგია, მძიმედ დადის. ო, კარგია. What do we have? Another pretty thing ready for me to grab. Believe it that she knows another wobbling, she's closing your down at the end of the night. She's the hand I've been holding. I love you so. That's what you say. You tell me, baby, please don't go away. But when I play, I never say. So every girl that I meet, yeah, this is what I say. Run away, baby. Before I put a spell on you, you better get away, darling. 'Cause everything you had to do, you built it high, we let up alone. Your love knows I'm rolling stone. So you better run away, baby. ანდრე ამოიღეთ ხმა. I love you so. That's what you say. You tell me, baby, please don't go away. But when I play, I never say. So every girl that I meet, yeah, this is what I say. Run away, baby. Before I put a spell on you, you better get away, darling. 'Cause everything you had to do, you built it high, we let up alone. Your love knows I'm rolling stone. So you better run away, baby. See, I ain't tryna hurt you, baby. No, I just wanna Magaria. yeah. See, I ain't tryna hurt you, Synchronia. No, I just wanna hurt you, baby. Yeah, Magaria. You better run. You better run. You better run. You better run away. Magaria. Opa. Magaria. Get away, darling. 'Cause everything you had to do, you built it high, we let up alone. Your love knows I'm rolling stone. So you better run away, baby. აი ჩვენს მეგა შოუს როგორი გახსნაც ეკადრება და ისე გახსნა ჩვენმა მინოტავრმა. აუ ვიცი. მაკა, ერთი წუთით წითელი გაცვია და ცოტა გაიწიეს. ხმა. წითელი გაცვია. ვაიმე მე შინოდა მე ვიწყებ, პირველი. არა. არ იწყებ შენ. არა. არა ერთი წუთი აქ ამბავია. ბრუნო მარსი ხო არ ჩამოგვიყვანეს მე მგონი. შეიძლება. ძალიან იდენტურად მაკა, მღეროდა. მე და ანრიმ რომ არ ვიჩხუბოთ, შენ გადაწყვიტე რომელი დავიწყებ. მე დავიწყებ. არა, მე. მაკა, არა მანიკა იწყებს მანიკა აი, ვერ და ეგრე. შენ ვიყოფილ აი ხო დავწერ. კაი, ორი ვერსია მაქვს მე. არა, ნახე. არ მაინტერესებს. აი ასე დაიწყო ბრძოლა. დიდი ამბავია, აი ხა მე დაწერილი მაქვს. არ მაინტერესებს. და ამოატრიალე, მე იგივეს ვამბობ. კარგი. დედა რა მომზადებულები რა ხარ? ვერსიაც მომივიდა თავში. კარგი. მოკლედ, პირველ რიგში განსაკუთრებული აპლოდისმენტები გთხოვთ, არ დავიზაროთ კიდევ ერთხელ ჩვენი მინოტავრის მიმართ, იმიტომ რომ სეზონის გახსნა კიდევ რაღაც სხვა პასუხისმგებლობაა და შესანიშნავად გაართვი თავი, ვინც არ უნდა იყო. არ მგონია რომ პირველ ჯერზე მოვახერხოთ და გამოგიცნოთ, თუმცა ორი ვერსია მაქვს. ერთადერთი მე სიმღერის მსვლელობის დროსაც ვიძახდი და ვთანხმდებოდით რომ რაღაცნაირად ორგანულად დგას სცენაზე. სიმღერაც არ არის მისთვის თითქოს ახალი, ყოველ შემთხვევაში
კარგად მღერის, ამ სიმღერაში ასე გამოჩნდა. არა, ბრუნოს შევადარეს. შესანიშნავად მოძრაობს სინქრონში, ისე კარგად იყო გოგოებთან ერთად და დადგმასაც ტაში დავუკრათ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან ენერგიული და კარგი გახსნა იყო და ჩემი ვერსია არის. ერთი ვერსია მაქვს მომღერალი. მეორე ვერსია მაქვს მოცეკვავი. წამყვანი თან მოცეკვავი. მოკლედ. მოდი მეორე ვიტყვი. არა ვიტყვი მეორეს. აი იცი რა მომღერლით დაიწყე. წინა სეზონში ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ მისი სახელი და გვარი და ვერ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთ თოჯინაში და იქნებ წელს მაინც ჩვენი მინოტავრი იყოს რატი დურგლიშვილი. კარგი რა. მე რამდენად მაცურებ უკვე. არა, მეორე ვერსიას შევინახავ შემდეგი ეპიზოდისთვის აღარ გავამხელ მაშინ, ხო? კი ბატონო, აბა ანრიგის. პირველ რიგში ნახეთ. ეთანხმები თუ? არა, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. ნახე როგორ ამიტრახე. რა გაუწუნე რატის? კოჭები. კარგი რა. არა, ჩვენ ხო ვიცით რომ რატი არ არის მინოტავრი. მაკა, ჩვენ ხო ვიცით. მე ყველაფერს ველოდები ამ შოუში, ასე რომ მე ბრძვის. ეხლა რატი მე როგორ გამიხარდება ამ პროექტში ხო იცი? შენ არ გაგიხარდება ისე? შენ ხო უკვე აღარ გიყვარს რატი. და როგორი უხასიათოც არის. შესაბამისად, ახლა მე მინდა შენს მინოტავს მინდა დავუბრუნდე. პირველ რიგში, ნახეთ, დავხვეწე მეთქი რომ ვამბობდი. ნახეთ აი პირველი აი ეფექტი რაც იყო მინოტავრისგან, რომ აი ეს პერსონაჟი ეს თოჯინა როგორც კოსტიუმი როგორც გინდა არაჩვეულებრივად გააცოცხლა და ნახეთ პირველი ეფექტი რაც არის მან უკვე შთაბერა სული მის თოჯინას ანუ მოგეწონა ძალიან ნახე და მანიკას ეგრევე უთხარი აი ასე იყო სხვათა შორის აი მანიკას შემთხვევაში როდესაც აი ეგრევე გამოვიდა და პერსონაჟი გააცოცხლა და დარჩა ასე იყო წინა სეზონზე პანტერა და არაერთი სრულიად არაჩვეულებრივი თოჯინები ხომ და მე გილოცავ იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ უი რა მარტივია ახლა შევძრები ამ თოჯინაში გამოვალ რაღაცას ავღლიცინდები მაგრამ ეს ასე არ არის ეს არის ურთულესი პროცესი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მაგარი ტიპი ხარ იმიტომ რომ აი პირველივე გასროლაზე გარყი მიზანში შენი მინოტავრი უკვე გაცოცხლდა და ჩემი ვერსია არის ჩვენი მეგობარი არაჩვეულებრივი მომღერალი დათუნა მგელაძე ესე პროფესიაზე ჩამოყალიბდით რომ აუ მაკა ერთ დავამატებ რა რატის იმიტომ წავედი კიდევ დამატებით რომ ლაბირინთი ჩემი მოპირკეთებულიაო და ვიცი რომ ძალიან ეხერხება მას და სახლში მისი აშენებულია ამიტომ რაღაც მინიშნება იყო სასახლეა ლაბირინთი კი არა ლაბირინთი არის მინოტავრის ვარ იქ ვერ დაიკარგები და მიჭერე ყველაფერზე უნდა უპასუხო დააცადე გოგოს არა მაკა ხო კარგი მინიშნება იყო ჩემი ჯერი არ მოვიდა ოთარ მიდით არა დავხოცეთ ერთმანეთ ჩემი ჯერი არ მოვიდა აბა მიდი ოთარ თავზარი ძალიან მაგარი იყო გილოცავ ვინც არ უნდა იყო ძალიან მაგარი გახსნა იყო და ვეთანხმები რომ PSA ეს არის მისი საფირმო ახალი სეზონის გახსნა ძალიან რთულია ძალიან მაგარი დადგმა იყო ამაშიც ვეთანხმები და აპლოდისმენტები ყველას ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა ნუ მათ მომღერალი გონიათ და გასაგებია მე იქ ფეხბურთის ბურთი დავინახე ლაბირინთში მოდი ცოტა რაღაცა დრიბლინგი გამახსენ და ძალიან მინდა რომ ზურიკო დავითაშვილი იყოს მაგრამ ახლა ზურიკო დავითაშვილს ნამდვილად არ სწალია ისეთი გაგანია სეზონი მიდის საფეხბურთო ამიტომ მე ფეხბურთთან ახლოს ვიქნები სცენაზე ორგანულია კი ბატონო განათლებით მსახიობია სიმღერაც ეხერხება ცეკვაც ეხერხება ესეც გავაჟღერეთ ხშირად წინა სეზონში და მოდი ამჯერად იყოს ნოდარ სიმსივე ხერის ასე ნოდარი ნუ ვიცი რა არის პანტერაც კაცი იყო ხო მაგრამ პანტერა მღერო და არაჩვეულებრივად ვერსიებს უბრუნდებით ცოტა ახლებიც მინდა რომ მოვისმინო იმიტომ რომ მიყვარს თქვენი ვერსიების მოსმენა და მაგრამ ვერ აღმოჩენილი მაკა ეს ვერსიები მიღებულია გადასარევია მინოტავრის ესე იგი ფანტასტიკური პერფორმანსი ვიხილეს დარბაზიც მოხიბლულია ჩვენი დეტექტივებიც მოხიბლულები არიან და გავაცილოთ სცენიდან ბრავო
ბრავო! ის კრუასანს შეექცევა, ეიფელს გაჰყურებს და ბოდლერს კითხულობს. მაშ ასე, პუდელის სცენაზე! აუ, რა ლამაზია. იყო და არა იყო რა. უი, უკაცრავად. ილეტეთ უნფუა. ახლა როცა თქვენ ჩემი ვინაობის გარკვევას ამაოდ ცდილობთ, მე შანზელიზეს ქუჩას მივუყვები და ვცდილობ საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი გავიხსენო. პარისთან რამე კავშირი აქვს ნეტა? მაგრამ რა დროს ეგ არის? შემომხედეთ, რა ლამაზი ვარ და როგორი ავთენტური ამ გარემოსთან. სასწაულად. წარმომავლობა და გენეტიკა თავისი შვება, მაგრამ შეძენილი და ნასწავლის ბევრი მაქვს. აი თუნდაც თავი როგორ მეჭიროს. გინახავთ პუდელი, რომელიც დაღრილი ბულდოგივით მოიზლაზნება? არა და ვერც ნახავთ. ან მოუწესრიგებელი მორთულ მოკაზმულობის გარეშე პუდელი გინახავთ? ალბათ არა. მაგრამ 1-2 შეიძლება გამოირიოს ხოლმე. ჭხილები რომ რაც სხვა ძაღლებთან საერთო გვაქვს, ეს ფუნდამენტურია, ღრმად ჩადებული კოდია და ადამიანებსაც ვურჩევ, ეს თვისება იქნებ რამენაირად შეიძინო. ნუ თუ უნდათ, რომ ჩვენსავით საყვარლები და მუდმივად ზრუნველობის ქვეშ იყვნენ. დიახ, ერთგულება მაქვს მხედველობაში. და როგორც ჩემი წინაპარი პუდელი იტყოდა, tiene voilà, mon pour te perd tout bien. Que s'est-il passé alors? Si tu n'es pas là. რაღაცა საფრანგეთთან უნდა იყოს კავშირში. თავიდან ბოლომდე იყო საფრანგეთი. ხო, როგორც ჩემი წინაპარი იტყოდაო და ფრანგულად თქვა ლექსი. ხო და წინაპარი საფრანგეთთან კვეთაში უნდა იყოს, მაშინ თუ თვითონ არა. დიდიე დეშამის ხო არ არის რამე. მერთო აი როგორი პუდელია. სასწაული პუდელი. ფრანგული წარმომავლობის. კარგია. ლამაზი პუდელია მართლა. აბა ნახე მუშაობს, ხალხზე მუშაობს. აუ, რა კარგია. პუდელი არის ულამაზესი. I wanna be loved by you, just you, nobody else but you. I wanna be loved by you, alone, Popo-pitu. I wanna be kissed by you, just you, nobody else but you. I wanna be kissed by you, alone. I couldn't aspire to anything higher than to feel the desire to make you my own. Ba-da, dum-be-da, boom. I wanna be loved by you, just you, nobody else but you. I wanna be loved by you alone. რაც ლამაზია სცენაზე. იცი რა, მოძრაობაში მოკრძალებულია. To anything higher than to feel the desire to make you my own. Ba-da, dum-be-da, boom. I wanna be loved by you, just you,
nobody else but you. I wanna be loved by you. Tiri 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 do, po po pito. Bravo! პუდელი! Bravo! პუდელი. რა ლამაზი ხარ! კრუასანებით პუდელი კი არის. საგონებელში კი ჩაგვაგდო. ძალიან ლამაზია. აი, ულამაზესი პუდელია. ცალკე აპლოდისმენტები ეკუთვნის ამის შემქმნელებს. იმდენად ლამაზია პუდელი. ძალიან. რომ აი გამიჭირდა სიმღერას გავყოლოდი თვალს ვერ წვეთდი ხვდები და თან წვენე თვალები რომ აქვს. ჩამოუვარდებოდა მისი ნამღერი, ასე რომ თან ნამდვილად ის არის რაღაცნაირი პუდელია. მოკრძალებული. არავითარ შემთხვევაში ნახე, ნუ ეხა ამ ნომერს მოკრძალება ჭირდებოდა. კარგი გაგებით. თან ის არის რა, არტისტია, ხალხო არტისტი. ანუ ხელს გიშვერს მიამბორეო. გეამბორო? ჩადი. მერე გეამბორები, მაგრამ ვინ შეიძლება შენ იყო? პუძი ვიცნობთ ის თამამად დადგა. დედა რა საფიქროში ჩაამდე. პუძი ეს ჩვენი ანრი. კი, ჩვენ შენ გიცნობთ. მანიკა ხო არ ხარ შენ მომზადებული მანიკას ერთი ვერსია მაქვს. ვერსია. ჯერ პირველ არა ვერსიამდე ჯერ აუცილებლად უნდა მობეფერო და კომპლიმენტებით ავავსო ჩვენი პუდელი, იმიტომ რომ ცალკე მართლა მინდა აღვნიშნოთ კოსტიუმები საოცრება პუდელი, ამიტომ თეატელიას და მის გუნდს უდიდესი მადლობა იმ შრომისთვის, რასაც დებს ამ პროექტში. მარტო თოჯინა ისეთი გამორჩეულია, რომ მართლა დავიბენით სიმღერას სულ რო არ იმღეროს უკვე გაყურები. უკვე ლამაზია. კი, თუმცა შესანიშნავადაც იმღერა და და საოცრად იმღერა ძალიან შეასრულა. მუსიკალურად, იცი, მანდ მე ძალიან დავიბენი, სიმართლე გითხრა. მიყვარ შენი დაბნეულობა. იშვიათია, მაგრამ ხდება ხო და ხო ხოლმე. ერთხელ მაინც ხო უნდა დაიბნეს და აი პუდელმა დააბნია. ძალიან პუდელმა კარგი. დააბნია. პუდელი. იცი რა, მე ვთქვი რომ მოკრძალებულად მოძრაობსკო, თუმცა ბუნებრივია რომ ეს იყო დადგმის ნაწილი და შესანიშნავად გაართვი თავი რა დავალებაც ჰქონდა და საოცარი ნომერი შემოგთავაზე, ასე რომ მაყურებელს თხოვ რომ კიდევ ერთხელ დავაჯილდოვოთ აპლოდისმენტებით ჩვენი ულამაზესი პუდელი. მე როგორც ყოველთვის მაკა ჩემს ტაქტიკას არ უღალატობ, ამიტომ ყურადღებით ვუსმენ მინიშნებებს, რომელსაც პროფაილი გვეუბნება, ხშირ შემთხვევაში ვცდები ხოლმე, მაგრამ რატომაც არა, იმდენად ბევრი აქცენტი იყო საფრანგეთზე და პარიზზე და თან ფრანგულად ლექსი, იქ შანზელიზე, მოკლედ ბევრი მინიშნება იყო ამ მიმართულებით. რატომღაც გამახსენდა ოლგა ბაბლოანი, რომელიც ნამდვილად რომელსაც კავშირი აქვს, კი. საფრანგეთთან და თან არის უნიჭიერესი, მგონია რომ ძალიან კარგადაც მღერის, საოცარი ოჯახის შვილი და მოკლედ ჩემი ვერსია ოლგა ბაბლოანი. ნუ საინტერესო ვერსია. ხო? ძალიან საინტერესო ვერსია. შემდეგი ვინ არის? მე ხო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ოთარ ფეხზე როდის უნდა წამოდგე? მე ვიცი. არა, იცი რა არის? ინე შენიანი ხო არ არის? არ მაქვს ვერსია. ნამდვილად არ მაქვს. ჯერ ყოველ შემთხვევაში ვერსია არ მაქვს. ერთი რა მაინტერესებს, იყბინება? როგორ შეიძლება ეს ლამაზი პუდელი იყბინებოდეს? ვაიმე, ისე იყბინებიან პუდელები. პუდელი და სულაც არ იყბინება. არ იყბინება, რავი, ჩემი მალტეზე იყბინება ხოლმე მაგალითად. კარგი, ულამაზესი პუდელია. სხვათა შორის პუდელს მარტო ფრანგული წარმომავლობა არა აქვს, ფრანგულ-გერმანული ჯიშია, მაგრამ ნუ ჩვენმა პუდელმა ფრანგული ხაზი აირჩია და არა გერმანული და შეგვისრულა ინგლისური სიმღერა, ინგლისურენოვანი სიმღერა. ხო, სულ დაგვაბნია. ნუ იქ იყო მთელი და როგორ ჩაუღრმავდი? ხო და ანრი როგორ ვერ იცანი? ნინო კუზანოვაა ბიჭო. რაო? მართლა? ხო, ანრი ასეთი დაბნეული მე არ მინახავს ამ პროექტს. ნინო შეუყვარდა პუდელი. აბა შემომხედე. ნინოც ესეთი გაპრანჭულია, სულ სისხლის სუნი მცემს უკვე. ყვიანი. მე ნინო კუზანოვა მგონია. გინდო და ახალი ვერსია? აი მიიღეთ ახალი ვერსია, გაიხარეთ. არა. როგორ არა? ანდრე, ეხლა გამოუშვი ვერსია სასწრაფო. რა სიძა? არა, ეხლა უცებ. არა, ნუ არ ვიცი. ნინო ნადირაძე კუზანოვებისა, აი მე რაც გიზავ შენ თუ მან ძიხარ ეხლა. ენერგიით, აი ეგრეთ წოდებული vibes რომ ვეძახით, აქვს მსახიობის. ჩემთვის. არტი ბატონო. ხო, არტისტი ქალბატონია ეს და ძალიან გამიხარდება თუ იქნება ნანუკა ხუსკივაძე. ნანუკა ხუსკივაძე. ნანუკასაც
ვეძებთ ხოლმე პროექტში. ვეძებთ, ანუ გვინდა. ქალბატონი დასახელდა. ვითხოვთ. უდელო უკვე შეგვიყვარდი. სამი რომ არაჩვეულებრივი იცოდე. ქალბატონი დასახელდა და გავაცილოთ ჩვენი ულამაზესი კუდელი. საფრანგეთში არ წახვიდე ახლა აკადში. შემდეგი მონაწილის ამ კოსტიუმზე იყო კონკურსი გამოცხადებული ძვირფასო ტელემაყურებლებო და კონკურსში მონაწილეთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამარჯვებული კი გახდა 11 წლის ელენე მამალაშვილი თბილისიდან. ელენე დარბაზშია და თქვენგან ელოდება აპლოდისმენტებს. მოდი ჩემო ლამაზო. მოდი. ნახე როგორ შეხამებულად წითლებშია ბავშვი. ელენე მამალაშვილი გილოცავ კონკურსში მონაწილეობას და გამარჯვებას პირველ რიგში და დღეს შენი ესკიზი ამ სცენაზე გაცოცხლდება. მზად ხარ? მე კი მზად ვარ უკვე რომ მოვიწვიო შენი გმირი მაშა ასე ბროწეული სცენაზე. მოგესალმებით ძვირფასო დეტექტივებო და მაყურებლებო. მე თავიდან ბოლომდე გამოცანა ვარ. გამოცანა ვარო. განახვაზეთ ყველას ერთი გამოცანა ახსენდება და გეტყვით რომ დიახ, მე გარედან ატლასი და შიგნიდან 1000 ბროწეული ვარ. შიგნიდან რომ 1000 ვარ, მაგაზე სასაუბროთ კიდევ გვექნება დრო. იქამდე მინდა გითხრათ რომ ძალიან იღბლიანი ვარ. აი რატომ? დამხატა ბავშვმა ეს ერთი გიჟდები ჩემს თავზე ანუ ბროწეულზე ეს მეორე და მესამე ვინ არის პირველად არის ამ სეზონზე და დამეთანხმეთ შემოდგომა ზამთარს ისე არაფერი უხდება როგორც ბროწეული კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია მაგრამ დღეისათვის ჩემი იღბლიანობის ამბავი ამით ვიკმაროთ ანუ იღბლიანია ახლა შიგნიდან 1000 რომ მივუბრუნდეთ. ყველა ჩემს გარედან ატლასს იცნობთ. მაგრამ შიგნითაც ბევრი მატერია მაქვს და თუ გინდათ, ერთ კარგ შემოდგომა ზამთრის კოლექციის ჩვენებას მოგიწყობთ. ეს მინიშნება თქვენი აზრით? ჩემზე ამბობენ რომ ბარაქის სიმბოლო ვარ. თუ არ გჯერათ, მეზობელ ქვეყანას ესტუმრეთ. ყველგან მემნახავთ. მაცივარზე, დახლზე, ბილბორდზე, რეკლამაში, სუფრაზე და ასე შემდეგ. და თუ გინდათ, რომ სცენაზეც ვნახოთ, მაშინ შემეგებეთ. თქვენსკენ მოვდივარ. მეზობელი ქვეყანა ახსენა ხალხო. ნეტა რომელ ბროწეული ქვეყანაშია? აზერბაიჯანშია კარგად. ანუ ბროწეულზე იყო აქცენტი და არა კონკრეტულად პიროვნებაზე. სხვათა შორის ახსენა ბილბორდიც, ანუ შეიძლება რაღაც ბილბორდებზე არის ამ შემთხვევაში ბროწეული არ მგონია რომ ბილბორდებზე იყოს. ალბათ პიროვნება. ვა, ნახე. რა მხიარული ბროწეულია? როგორი აქტიური ბროწეულია. მოიცა მაღალ ქუსლებზე დგას კი არა და აი პლატფორმა არის ქვემოთ. ზე აქტიური ბროწეული, კარგ ხასიათზე. ნახე როგორ მოიგო უკვე მაყურებლის გული ყო ჩაღს, სწორია. ძალიან ლამაზია ბროწეული. ლამაზია, საინტერესო. ხო არ გადაო. Boy, don't even
როგორ არის დადგმაში ჩამჯდარი. Endless power, love we can divide. You do anything for me. Who are we? What we run? The world. Who run this mother? Who are we? Thompson. What we run? The world. Who run this mother? Who are we? What do we run? We run the world. Who run this mother? Who are we? What we run? We run the world. მაქვს ძალიან Who run ნაცნობი. the workers? ბრავო! აი მე გინდა. არ ვიცი, ასე არა ვარ. ანუ აქტიურია. ნახე რა, დამორჩილებელი. ეხლა მორკიდე ხელი. ჩქარა. ნახე მაგრამ ამ კაცი ვარდოწეულო. ნელა. ნელა. ჰოპ. აი. ცა. ჰოპ. ვაიმე. უკვე მიყვარს ჩვენი ბროწეული. დედა მიშველი. აბა დაწნარდი. დედა როგორი ენერგიულიც არის ადამიანებისთვის ბროწეული ისეთი ენერგიულია ჩვენი გმირიც. ხო და ნეტა ცხოვრებაშიც ასეთია? სავარაუდოდ ესეთია. ასეთი დაუმორჩილებელი გმირი მე მგონი პირველად ყავს ვინ არის შოუში. რა ხდება ბროწეულო? ტაში სად არის? ითხოვს. ვახ. ესე იგი ბროწეულმა ანრის გაოგნებულ სახეზე გიждები. ნახე როგორი რაღაცა არის, გამარჯობა გენცვალ. გენსული. ნახე არაჩვეულებრივი პერფორმანსი, ძალიან ლამაზი ხმა აქვს სასიმღერო. ცოტა მე და მანიკას გვეცნობოდა ეს ტემბრი, საიდა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი დაბალი მანიკასაც რეგისტრი, გავდა. ხო ლამაზი დაბალი რეგისტრი, ანუ კარგად მღერის. კი. კარგად მოძრაობს. აი ეს პაუზები, ასე ვთქვათ, პერფორმანს მიღმა მან უფრო მეტი რაღაც ეჭვები და ისინი სადარდებელი გამიჩინა ვიდრე სიმღერის დროს, იმიტომ რომ იქ სასიამოვნოდ შევხევი და ამიყოლია როგორც მაყურებელი. აქ ისეთი აქტიურია, როდესაც არ მღერის, რომ აი რაღაც მომენტში ვიღაცის მანერას მივამსგავსე. ვის? უფრო მეტი ინფორმაცია პერფორმანს მიღმა უფრო მივიღე. ვიდრე პერფორმანს ამ აქტიურობით, იმიტომ რომ ძალიან მეცნობა იქნება და თამაშობს. მისი ეს რაღაც სანგვინიკური სხეულის ენა. ხო, სხეულის ენა. კარგია, გაგაბნიოს, აი ეს. და ვფიქრობ, ეხლა ვინ შეიძლება იყოს მანამდე სიტყვას გადავცემ ოთარს. არა, თან კოცნებს გვიგზავნის. ჩვენია თუ აუდიტორიის ეს კოცნები? ყველასი. მოდი იცი ვინ იყოს ეს? ესეთი აქტიური, ესეთი დაუცხრომელი, ანცი. მიყვარს ანცი. გონია რომ ვიცნობ კარგად და გონია რომ არის. ეგ არის? მე რატო გამომხედე, ჩემი მეგობარია ვინმე? არა, მგონია რომ არის თამუნა ნიკოლაძე. აი! სხვათა შორის ვიფიქრე ერთი მომენტი ეგ. თამუნა. და ამიტომაც არ ვთქვი და მგონია. მანიკა კიდე ფიქრობ? კი, მე ვფიქრობ ანდრიმ თქვას. იმიტომ რომ შენ არ გაგვერსია და გინდა მოიფიქრო. არა, იცი რომ ვფიქრობ, მართლა დამაბნია ბროწეულმა. თქვენ რას ფიქრობთ? ვინ? თიკა ბალანჩინიო. იყოს თიკა ბალანჩინი. თიკა ბალანჩინიო, აი ჩვენი დამსწრე აუდიტორია დაეხმარა ანრის. თიკა ბალანჩინი არაჩვეულებრივი ხმა აქვს, აი ეს დაბალი რეგისტრი. ნახე კი და მოძრაობს. აი მართალია, მადლობა. მართალი აღმოჩნდა ვინ? ჩვენი ერთგული მაყურებელი. ჩემი ჯერი დადგა. ისეთი კოცნა გამომიგზავნა, ნეტარ არიან მორწმუნენიო. არ ჩერდება. არა. მეცინება. ხმა მივამსგავსა ერთ ადამიანს, მაგრამ არ ვი, ვინ არის ეს ერთი ადამიანი? თითქოს მგონია რომ კარგად ვიცით ხმა, მოსმენილი მაქვს სიმღერაც
და აი ხმა აქვს თათა გიორგობიანის. დამახასიათებელი ხმა აქვს. ეს სასიმღერო იქნება თუ სასაუბრო მგონია რომ აი რაღაცნაირად ცოტა ხავერდოვანი, ოდნავ ესეთი ხო მიხვდი რას გულისხმობდა. დაფიქსირებულია თათა გიორგობიანი. აბა გავაცივოთ ესე ენერგიულად როგორც ბროზეულ შეეფერებას. ძალიან მარტივად დაგვამახსოვრა თავით ამისი ენერგიით და ფანტასტიკური პერფორმანსი. მადლობა ბროზეულო. იცით რა ერთიანებს ზღვას, მზის ჩასვლას და ლამას პეიზაჟს? რომანტიკა? არა, სიმინდის სცენაზე! მიყვარს. მოვედი ჩემი სალმიანად, თავს თვლი ნიჭიერ ადამიანად. სანაპიროზე რამდენს დავდივარ იცით? დღეში 30 კილომეტრი ჩემთვის სასაცილო ციფრებიც კია. გამოდის ძალაუნებურად შრომის მოყარეც ვარ ამის გამო. არა კაცო, განავაქცევ ყურადღებას. აი ასე უბრალოდ ავდექი და ვარ. მაგრამ მე რას ვსაქმიანობ გითხრათ? გავცე ჩემი მთავარი საიდუმლო. ანუ ბევრს რას ვაკეთებ და ვიხარშები და თუ დიდხანს დამაცდით, ვთუხთუხებ კიდეც. გაეცი. ო, აბა სიმინდის ფასას იზამს. ის სიმღერა ხო იცით? ნაკ-ნაკ, ნაკერო, ნაკერო. აი მაგის ქავერი მიყვარს. საერთოდ რაშიც შქერი და შვრიაურებია, ყველაფერი მიყვარს. ახლა როგორც ხვდებით, ცოტა წავუცელკებ კიდეც. ბავშვობაში წავუცელკებდით თუ არა? ქერი და შვრია. ნაკლებად. ცელქობაზე დიდობაში მკითხეთ, თორემ ბავშვობაში რკინის ჯარისკაცებიც მყავდა და ისეთი ველოსიპედიც მქონდა, ყველა მეზობელი რომ მთხოვდა. ბედნიერი ბავშვობა გქონია. პირველისთვის გეყოთ, ახლა ჯერ სცენაზე გამოვალ და ჰოპლას მერე აი დავიწყე. შეგინაცვალე. გამოდი სიმინდო. დედა, გიყვართ მოხარშული სიმინდი? კი, შემწვარი. შემწვარი, ოჰო, ძალიან. ყوار შემწვარი. მე მგონი ვიცი ვინ არის. კარგია ხვა. მე მგონი ვიცი ვინ არის. სიარულის მანერი? კი. ნუ მაგიჟებ რა. რა სიმღერა? ოზი ოზორნი. ესეც კარგად უნდა იმღეროს. Times have changed and times are strange. Here I come, but I ain't the same. Mama, I'm coming home. ხერი, ურა მევასება ეს სიმღერა. Seems to be you could have been a better friend to me. Mama, I'm coming home. კარგი ხმაქვს. You took me in and you drove me out, yeah, you had me hypnotized, yeah. Lost and found and turned around by the fire in your eyes. You made me cry, you told me lies, but I can't stand to say goodbye. Mama, I'm coming home. I could be right, I could be wrong. It hurts so bad, it's been so long. Mama, I'm coming home. აუ, ვინ არის? Selfish love, yeah, with აუ, რა ლამაზია. ძალიან. But I'm gonna take this heart of stone. I just got to have it all. I've seen your face 100 times. Every day we've been apart. I don't care about the sunshine, yeah.
mama, mama, coming home. მაგარი ნომერია. I'm coming home. I'm coming home. I'm coming რა კარგი იყო. ძალიან მაგარი. როგორი ფანტასტიკური შესრულება. მადლობა ამ სიამოვნებისთვის, სიმინდომ. ძალიან შენ მაგარი. ის ხარ ყველას ძალიან რომ უყვარხარ. ადამიანი არ მეგულება შენ რომ არ უყვარდე და აი ჩვენი მაყურებლის დიდი სიყვარულით დაიმსახურა და დეტექტივებისაც. ბრავო, ბრავო. ასწავლებელო დავიწყებ. ძალიან დავიწყებ რა, თქვენც როგორ მიყვარხართ ხალხო. სიმინდიც როგორ მიყვარს და თქვენც როგორ მიყვარხართ აუ, თქვენც. სიმინდი რა არის სიმინდი გვაზე? მოხარშული, შემწვარი, ყველანაირი სიმინდი მიყვარს. ძალიან მაგარია. ჭადიც მიყვარს. სიმინდის სერებში კი ხარ ჩემო. დღეს. მოკლედ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, ვისაც პირველად აზრად მოუვიდა. მე ხო არ ვიცი რომ ეს სიმღერა შესრულებული იყო დღეს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა, ანუ ჩემი პლეილისტის ტოპია ეს. ეს პირადად ჩემი გემოვნება. ამიტომაც არ გაჩერდი მთელი სიმღერა. ფეხზე წავდგები კიდე ერთხელ. გული მოიგეოთ იმიტომ რომ ოზი არის აქ. არ შეიძლება გიყვარდეს მუსიკა და არ გიყვარდეს ოზი ოსბორნი, უსმენ როკს თუ არ უსმენ. ოზი არის ოზი. ეს არის ლეგენდა. შესრულება იყო ანუ ძალიან თავისებური ვერსია პრაქტიკულად ძალიან მაგარი ქავერი შემოგთავაზა. მოდი ესე ვთქვათ, რაღაც თავისებური ხედვით და აშკარად უნიჭიერესი ადამიანია, ვინც არ უნდა იყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მოგეწონა. გემრიელი ჯიგარი ხარ, აი აქ მომხვდა პირდაპირ გულში მომხვდა ეს სიმღერა. გეტყობა. კიდევ ერთხელ და მოდი ჩემი ვერსია ეხა რო გითხრათ რომ დარწმუნებული ვარ და ვაიმედედა და ვიცი და 100%-ით, მაგრამ მოდი აი გემრიელი ჩემი მეგობარი გელა გნოლიძე იყოს ეს რა. დამასწრო. არ გადამრია. ეხლა. იყავი რა გელა გნოლიძე გეხვეწები რა. ჩემთვის დღეს მოსმენილი ნომრებიდან ეს იყო ჩემი ფავორიტი. ამიტომ აპლოდისმენტები ჩვენ სიმინდს, არ ვიცი, სიმღერამ განაპირობა, შესრულებამ, დადგმამ თუ ყველაფერმა ერთმა, აი ყველაზე მეტად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ ნომრის შემდგომ და ძალიან დიდი მადლობა სიმინდო რომ პირველივე ნომერში ასე მოახერ. ხო, ყველაფერი ამიტომ ვთქვი. ერთია რომ ეს სიმღერა თითქმის არც მე არ მეგულება ადამიანი ვისაც არ უყვარს, მაგრამ მეორეა შესრულება, გადმოცემათან რაღაც უსულო სხეული, გაცოცხლება, დადგმაც უნდა აღვნიშნოთ. მოკლედ ყველაფერი იყო იდეალური და მადლობა სიმინდო სიამოვნებისთვის პირველ რიგში. რაც შეეხება შესრულებას, ხო, აქაც დამახასიათებელი ხვის ტემბრი თითქოს შეინიშნება, იმიტომ რომ მაღლებში ის ხრინწი, მთელი გულით მღერო და ძალიან მომეწონა მე ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ჩემს ვერსიას, დიდი ხანია ვეძებ პროექტში ამ ადამიანს. რამდენს ეძებ, მაგრამ ხო შეიძლება ერთ ჯერზე გავარტყათ და სადმე აღმავაჩინოთ და ძალიან მინდა რომ სიმინდი იყოს მერაბ ნინიძე. მაკა ეს ახლა რა ტაქტიკაა, იცი? მე რო 3 სეზონი თათული ედიშერაშვილი ვიძახე და ბოლოს რო სათხეში აღმოჩნდა. სათხეს აღმოჩნდა, აი ასე დაძდევს ეს მერავნინიც. ხო და იქნები იყოს სადმე. ვინც ეძებს ის პოულობსო ჩემო მარიკა და ანრი, სიმინდი გიყვარს? გიждები. ლუღი? კარგი იყო. რა არის ლუღი? ლუღი არის ტყილები. დედა რა დამძიმებული ხარ? ანრი გაძეგოდა. გამხიარულო. ხო, ნახე, იმიტომ რომ მე მქონდა პირველი თავში ეს აზრი რომ ეს არის გელა გნოლიძე წამართვა და იქ გავფუჭედი. ბოდიში მაპატიე. თუ მანიკას წინა სეზონზე კი არ შენ რატო იმახსოვრებ? მე ვის რას ვარ წმე? ყველაფერს ძალიან კარგად ვიმახსოვრებ. მე შენ ვიყო. გარშე. ოჩახ მაკა, ოჩახ.
უშვი ვერსია. მოდი, იცი რა გაგვეგუდა. არის, უცნაურ ვერსიას ვიტყვი. არ გამოვრიცხოთ, რომ სიმინდი იყოს თემურ თათარაშვილი. ოჰო. ანუ მომღერალია შენი აზრი. ნახე აშკარად კარგად მღერის. ხო. შესაბამისად ვერ გავარკვევთ ეხლა პროფესიონალია თუ არა პროფესიონალი. აი ეს მომწონს ახალი ვერსიები, ძალიან კარგი. იმიტომ რომ აქ ხომ ამ პროექტს ეს უცნაურობა ახასიათებს, რომ აი ის გონია რომ ეხლა კი ის ჟანრი რაც ახლა ჟღერდა არის გელაგნოლიძესთან ახლოს, მაგრამ უფრო შოკის მომგვრელი იქნება ამას თუ ასრულებს თემურ თათარაშვილი. გასაგებია? ამიტომ აი ესეთ ძალიან დიდი მადლობა ამ ვერსიებისთვის და გავაცილოთ ჩვენი შთამბეჭდავი სიმინდი. ბრავო! ის წყალქვეშ სუნთქვას 10 წუთსაც იკავებს. წყალს ზემოთ, ამას ახლა ერთად გავიგებთ, მაშ ასე დელფინის სცენაზე. გამარჯობა დეტექტივებო, მე წყლის ყველაზე კეთილი და უვნებელი ბინადარი, დელფინი ვარ. ოპა! მაგრამ ჩემი ყველა სიტყვისა მაინც და მაინც არ დაიჯეროთ. ხან ერთ ნაპირას ვარ, ხან მეორე. ალბათ დაბადებიდან დამყვა. ხან ერთ ადგილას ვარ, ხან მეორე. ისეთ გადარგენაში დავიბადე. მუდმივი ცვლილებები და მიქცევა-მოქცევა ჩემთვის ყოველდღიურობა და ყოველწლიურობა იყო. მუდმივი ცვლილებებიო. დელფინი კი ვარ, მაგრამ ჩემში თხაც ცხოვრობს და ცხვარიც. თხა და ცხვარი? კი არა, ბეშოქსაც შემიძლია წავეჭიდაო. ან ვეთამაშო. რომელიც გამეხარდება იმას ვუზამ. ფრეშაპმა სულ არც ერთი თამაში რომ არ იცოდეს, მე თვითონ მოვიგონებ და ისე ვეთამაშებ. თავარია, წესებს პატივისცეს. თუ მაინც და მაინც სათამაშოებით თამაში უნდა, სასურველია ჩემ სათამაშოს ხელფეხი არ მოაჭამოს. თორემ მაგ დროს ბრაზდები. თან ხომ გითხარით, დელფინი კი ვარ, მაგრამ ჩემში თხაც ცხოვრობს. ხოდა, სანამ ჩემში თხას გაუღვიძია, სცენაზე გამოვცურავ და ნაპირზე დამხვდით. გამოცურე. გაიგეთ რამე? ვერაფერი ვერ გავიგებ. აბა შემოცურდი დელფინო. როგორი დელფინია? მოიცა დელფინო მე შენ. უნდა დაგაკვირდე. ვერ მიხვდები ვერაფერს, ბოლომდე გაბნევს. ნამდვილად, მაგრამ ლამაზია. ძალიან. დიდრული დელფინია. კარგია. ლამაზია სცენა. ლამაზია დელფინი ძალიან. ეკას მანერით მღერი ზალი.
შენი იყოს დღე მიყვარს ეს სიმღერა და მიყვარს მისი შემსრულებელი ნინი ბადურაშვილი. ჩემზე მეტად მაინც არ გიყვარს. კარგი, ეხლა შემაჩინე. მარტო ნინი მღერის თუ ეკა? ეკა ნინის ჰიტია, კი. დელფინო. ეხლა არ მითხრათ რომ ნინიაო. არა. ნინი არ არის. არა. ოთარ. კი ბატონო. ძალიან მაგარი სიმღერით სრულდება პირველი ეპიზოდი მეხუთე სეზონის და მაგალი განწყობით და ძალიან მაგარი ნომრით და ულამაზესი კოსტიუმით. კი ბატონო, მე ბევრ დროს არ წაგართმევთ, საერთოდ არ გამიკვირდება. რომ იყოს ირმა სოხაძე. ირმა სოხაძე. რა მოიგონე ხე? აი ასე მოვიგონე. რა მოიგონე? არ გამიკვირდება. ძალიან კარგი. ირმა სოხაძე. მანიკა, აბა შენ თუ გაქვს ხო, ანუ განსხვავებული და გამორჩეულად კარგი ენერგეტიკა შემოიტანა დელფინმა დღევანდელ ეპიზოდში. ეს აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. ეს იყო მოულოდნელობაც ერთგვარი. სიმღერაც გვიყვარს, მაგრამ ანუ შესრულება, მანერა, მოძრაობა, ყველაფერი იყო სინთეზში და ამიტომ დიდი მადლობა დელფინო, რომ ასეთ კარგ განწყობაზე ვასრულებთ უკვე პირველი ეპიზოდის სასიმღერო ნაწილს, მუსიკალურს. კი, ძალიან ლამაზი დელფინია. ძალიან მოქნილიც კი გვაბნევს სიარულის მანერით და არაფერ მინიშნებას არ გვაძლევს, მაგრამ ხო, ამისთვის არის ზუსტად ეს პროექტი ასეთი საინტერესო. მაღალი და ტანადია დელფინი. არ გეცნოთ ხმა? შენ გეცნო? მე თავი დამანებეთ ძალიან გქონდა. არა, ისე საინტერესო ჩვენ ხა აქ ექსპერიმენტსაც ვატარებთ. მე ხო თქვენ არ გეხმარებით მე გაბნე. ახლა ჩვენ დახმარება გთხოვეთ, მაკა? ჩვენ გკითხეთ, გეცნო ხმა? მე კი. მართლა? აი ესე. დედა რა საინტერესო. შინაურია ის მაინც გითხრა. არ ვიცი. ნუ შენ ხო შინაური და გარეული არის, შენ მიყოფილ ხარ. დედა ვინ არის? შემო სიყვარულო ულამაზი. ანრი მიდი თქვი ვერსია. შინაური არც გარეული არის, არაფერი შენ არის. კარგი სიმღერის გარდა. კაი, კარგი, მითხარით ახლა ვერსიები. მითხარი მანიკა, არ მაქვს ვერსია. შენი სფეროს წარმომადგენელია? არ მესმის შიშინებს. აჰა. ქალბატონი ხო არის? კი, ამაზე ვთანხმდები. მიუხედავად იმისა, რომ მანერით მეგონა თავიდან მამაკაცი ხო არ არის თქო, როგორც კი იმღერა. ეს გამორიცხული. ხო, არაფერი არ არის ამ პროექტში გამორიცხული ნამდვილად, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ქალი მგონია და კარგი, მე ვიტყვი. აბა იანინიძეს. იანინიძე და მე ნინიძე არის ამ პროექტის არ არის იანინიძე. არა, არავითარ შემთხვევაში. საიდან მოიტანე ხა? არავითარ შემთხვევაში. დედა რა სერჩით ამ მანიკასა? იას მე გამოვიცნობდი. ჩვენო ბრჭყვიალა დელფი, ნახე. ნახე როგორ გაუხარდა. ეხა კიდე უფრო დავიბერნი. ანუ ასე ვქნა? ხო. ტემბრალურად ახლა უცებ ვისკენაც წავედი, კი, ნუ მომღერალია, ვისაც მე ვფიქრობ. აი ამ მანერით, შესრულებით, რაღაცა ჩემი უსაყვარლესი ეკა მამალაძე. აუ შეიძლება გრაციოზულად. ტემბრალურად დავაკვირდი. დედა ეკა თუა გამიხარდება ძალიან. აბა დაველოდოთ და ნახოთ. გავაცილოთ ჩვენი დელფინი, ღრმად არ შეცურო. ბრავო.
დღევანდელი ეპიზოდის ბოლო მონაწილე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ცოტა ხნით შევისვენებთ, არ გადართოთ, დაგველოდეთ, რომ ერთად გავიგოთ თუ ვინ არის მაშასე რეკლამა. ჩვენ დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო და სანამ ჩვენს აუდიტორიას ვთხოვ, რომ მოიმარჯოს ელექტრონული მოწყობილობები და მოემზადოს ფარული კენჭისყრისთვის და გამოარჩიოს საკუთარი ფავორიტები, მე მანამდე შეგახსენებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. კომპანია ორბი ჯგუფი გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა. მისი უნიკალური შემადგენლობის გამო აჰავას თითოეული პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი კანისთვის და ბრენდს ენიჭება სამკურნალო კოსმეტიკის კვალიფიკაცია. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ პირველი ამოუცნობი იდენტობის ვინაობას გავიგებთ, ამიტომ ვისარგებლოთ მომენტით და დავტკბეთ კოკა-კოლით. სიამოვნებით. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი აუდიტორიას ვთხოვ, მოიმარჯოს ელექტრონული მოწყობილობები და გამოარჩიოს საკუთარი ფავორიტები. მაშ ასე ხმის მიცემა დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი მეგა შოუს დღევანდელი ხუთაულის გამოსვლას. ჩვენი მეგა შოუს ხუთი ახალი აღმოჩენა სცენაზე. და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შედეგები უკვე დაფიქსირდა და ახლა დავასახელებ გულშემატკივრის ფავორიტებს. მაშ ასე გულშემატკივრის აბსოლუტური რჩეულია
ჩვენ აუცილებლად გიხილავთ შემდეგ ეპიზოდში. და ასევე მონაწილეს, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში ვიხილავთ, არის ელენე გილოცავ-ბროწეული. როგორ უხარია ხო? და ამას კიდე ეს სიხარული უნდოდა. შეგერგოს ბროწეულო, შეგერგოს. მადლობა. დაიძაბა სიტუაცია ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადგან დარჩენილი 3 მონაწილიდან მხოლოდ ერთია გულშემატკივრის ფავორიტი. მაშასე ის არის შორს გავიწევის სიხარულისგან არ მირქინოს. მაშასე მინოდავრი. გილოცავ, კარუტა, გილოცავ. შემდეგზე წითელს აღარ ჩავიცვან. მაშასე ძვირფასო დეტექტივებო, ულამაზესი პუდელი და დელფინია სცენაზე. თქვენი ხმა არ მესმის? არა, დამუნჯებულები ვართ, მართლა არ ვიცით რა ვქნათ. რა ვთქვათ, რა გავაკეთოთ? გადაწყვიტეთ ამ ორი მონაწილიდან რომელი მოიხსნის ნიღაბს, დელფინი თუ პუდელი? რამდენადაც მთელი ეპიზოდის განმავლობაში ბედნიერები ვიყავით, ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, რომ არ ვიცი. მე გაუგნებული ვარ. ეს არის ჩვენი პროექტის რაღაცნაირი ბოლოს შემოლაწუნება ქვია ამას მანიკა რომ მთელი შოუს განმავლობაში გვამხიარულებენ, გვაბედნიერებენ და მე ისეთი დილემის წინაშე ვდგებით რომ ოთარ რას ფიქრობ ახლა მითხარ? ვერაფერს ვერ ვფიქრობ. გენიალურები იყავით ორივე. ძალიან დიდი მადლობა ორივეს. მაგრამ სამწუხაროდ ერთ-ერთი უნდა ავარჩიო, ხო? რა ვქნა ეს? საერთოდ არ ვარ მზად. ესეთია ფორმატი. მოდი დღეს ნიღაბი მოიხსნას პუდელმა. რა თქვი, გადავიდეს პუდელი თუ რა? ნიღაბი მოიხსნას პუდელმა. ნიღაბი. გავიგე. ისეთი დაბნეული ვარ, აღარც მესმის ოთარის ხმა. დიდი მადლობა ორივე თოჯინას დღევანდელი დღისთვის და იმ ადამიანებს, ვინც შიგნით არიან და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დავაკისრებ ანრის და მე ხო არ გააფრინე? მე ჩემ ხმას აძლევ დელფინს. ანუ მოიხსნას დელფინმა. რა მოიხსნას დელფინმა? კი. და ანრი შენზეა. ზოგჯერ გადაწყვიტე შენ. არ ვამბობ არაფერს. ანრი, ვფიქრობდი ხასიათი როგორ გამომეკეთებინა და არ ვიცი. დამიხდა ხასიათი. აი, რომელი გაინტერესებს ახლა ძალიან? იცი რა არის, აი ხა ეს ის შემთხვევაა, მაგრამ როდესაც ვერ ვუყურებ ვერც ერთს, აი რომელი მაინტერესებს, ორივე ძალიან მინდა რომ დარჩეს პროექტში, მაგრამ აი უფრო პროექტი არ მაძლევს ამის საშუალებას. თან პირველი ეპიზოდი, ანუ წახალისებაც ვერ იქნება. ვაცნობიერებ. აი თქვენ რას გიძავთ შემდეგ ეპიზოდებში ნახავთ. კარგი, ჩვენ თქვენი ზუაზე გამოგაბავთ და იმედის ეზოში გათრევთ. საერთოდ არ ვარ ამის განწყობაზე, რომ ვინ მოიხსნის. ანრი. მოიცადე ერთი წამი, მოიცადე. კენჭისყრას გავაკეთებ, აი ორი პერსონაჟის ქაღალდი მაქვს აქ, ასე ვთქვათ, მათი ეგრეთ წოდებული ანკეტა. აი ესე აურევ და ვისიც ამოვა. ხო, ნუ სხვა გზა არ არის. კარგი გამოსავალი. არა, პირველ ჯერზე მართლა ძალიან და იცი რა არის, ნიღბის მოხსნის დროს შენ ჩამოხვალ ჩემთან. მე ჩამოვა? კი. ნიღაბს იხსნის პუდელი. ჩამოვალ, რამე საინტერესო ხდება ჩემთვის. მერცო, გავუშვით საფრანგეთში. დელფინი გულოცავ შემდეგ ეპიზოდში გადასვლას. არ მინდა პუდელის გაშვება, არც დელფინის, არც ერთი. არავის გაშვება არ მინდა, მაგრამ აბა. არა, ისეთი ლამაზი თოჯინა. აბა,
სრულად შემოდამსწრე აუდიტორია ჯადოსნურის სიტყვის დროა მოიხსენი აუ როგორ არ მიყვარს ეს მომენტი და თან მიყვარს გინარე ანდრი რო ჩაიყვანეს მართლა კუზანოვა ხო არ არის ვინ არის ვერ ხედავ ვერც ვერ ხედავ ჯერ არ მოუხსნია ვინ არის ვინ შემოტრიალდი არასებობს გადავირებ ხალხო ჩემი ნატო არც დაგვიშვია ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი და ჩემი ბრავო ჩავიდეთ ოთარ ჩავიდეთ მადლობა ჩემო ძვირფასებო ესე იგი ეს არის ძალიან ძიმე შრომა რაც აქ ხდება ნატო გაკოცებთ რა ვაიმე ძალიან გვიყვარხარ და დიდი მადლობა რომ აი ამ ყველაფერში წამოყვევი და ხარ დღეს ჩვენთან ერთად სცენაზე იცი რა არის მე ერთი ამბავი მაქვს რაც გავხდი ბებია ეს პროექტი არის ფანტასტიკური იმიტომ რომ გავახარე ბავშვები და ვინც გავახარე მიხარია ასე რომ ესეთი გამონაკლისები ხდება ძალიან დიდი მადლობა ვერსიაც არ გქონია ვერსიაც არ გქონია დედა ნატო ისე გიხდება ეს ხო და რა გავაკეთო ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ თავარია იყო პროექტში შეძლო იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო მადლობა იმედს მადლობა ჟიურის ერთადერთი ეს ვიცი რომ ტყვიას-ტყვიაში აჯენს და მეშინოდა არა ისეთი ვაშკაცის ისე შეცვალე ტემბრი აი ახლოსაც არ ვიყავ და ცეკვა ნუ აი ყველაფერი სამაგრა იყო შეფუთული ხო არც შენი მანერები არ იყო მაგრამ ეს ის შემთხვევა რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია აბაროზე მადლობა ძალიან დიდი ბრავო ისე ვერ გაგიშვათ რო არ ვიმღერო აბა I wanna be loved by you, just you. Μα ეხლა წვევი Nobody else but you. I wanna be loved by you, alone. Pitu. I wanna be kissed by you, just you. Nobody else but you. I wanna be kissed by you, alone. I couldn't aspire to anything higher than to feel the desire to make you my own. I wanna be loved by you, just you, nobody else but you. I wanna be loved by you alone. პირველი ეპიზოდი ამით სრულდება, მაგრამ ჯერ შოუ მხოლოდ ახლა იწყება, რადგან პროექტში 9 დაფარული ვინაობა რჩება დღეისწორ. თქვენს წინაშე სრულიად ახალი ხუთეული წარსდგება ახალი სიმღერების და ისტორიებით, ასე რომ დაგველოდეთ და ერთად გავიგოთ თუ ვინ არის. To anything higher than to feel the desire to make you my own. I wanna be loved by you, just you, nobody else but you. I wanna be loved by you. Tiri 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 do, po po pito. ორშაბათს მეორე ეპიზოდის ახალი ხუთეული. მარშალა ვერიკა სცენაზე.
22 საათზე. დაგვიბრუნდა სამეფო კარის თამაშები. დიდი შოუს გამოვდივარ, ხალხო. დიდი დღესასწაული. იმედზე. არ გამოტოვო. შენ ჩემი პაციენტი ხარ ასე რომ შოუ, იქნა მეორე ეპიზოდმა. სადაც შეუძლებელი ძალიან ნაცნობი ხმა. ინარი. ილაპარაკე შენ, ილაპარაკე. არაფერია. ავარია ვინ არის ეს? ორშაბათს 22 საათზე. ვინ არის 4-ვე რო ჩამოვა? ნამდვილი ფეიერვერკი. ლეგენდების სერია გრძელდება. ვინ არის იმედზე.